თქვენ იცით რომ ჩვენი საზოგადოება ემზადება ჰელოუინის დღესასწაულის შესახვედრად. ეს არის დღესასწაული, რომელიც 31 ოქტომბრის ღამეს და 1 ნოემბრის მიჯნაზე იმართება, მაგრამ ძალზე ცოტა მიცის თუ რა წარმოადგენს და როგორ წარმოიშვა იგი, რა არის მისი არსი და რატომ ეწინააღმდეგება იგი ეკლესიის სწავლებას. დღესასწაული ჰელოუინი დაიბადა ქრისტიანობამდელ ეპოქაში. ეს არის წარმართული დღესასწაული. იგი დაიბადა ინგლისის, ირლანდიისა და ჩრდილოეთ საფრანგეთის კელტურ ტომებში. წარმართი კელტების რწმენით სიკვდილის შობს სიცოცხლეს, ამიტომაც ახალი წლის დადგომას და ისინი ახალ წელს სწორედ ამ დღეს აღნიშნავდნენ 31 ოქტომბრის ღამეს. შუაღამით, როდესაც დგებოდა სიცივის, სიბნელის და კვდომის ჟამი, ამ ღამეს ისინი განადიდებდნენ წარმართ ღმერთ სამქაინს, რომელიც სიკვდილის ბრძანებლად მიაჩნდათ. ანუ ეს პირდაპირ იყო სიკვდილის ღმერთის თაყვანისცემის რიტუალი. ამ დროს წინა დღით დრუიდები ესენი იყვნენ კელტი ქურუმები, ანუ მსახურები, სასულიერო მსახურები, თუ შეიძლება ამას სულიერება ერქვას. ყველა ოჯახში აქრობდნენ კერას, ლამპრებს და კოცნერს და მეორე დღის საღამოს კი აჩაღებდნენ უზარმაზარ კოცონს ბნელეთის და სიკვდილის თავადისადმი შეწირვების აღსასრულებლად. დრუიდების რწმენით, თუ სამქაინი კმაყოფილებით მიიღებდა საკუთარ ერთ გულთაგან მიძღვნილ შესაწირს, იგინებას დართავდა მიცვალებულთა სულებს იმ დღეს მოენახულებულად მშობლიური სახლები. აი სწორედ აქედან იღებს სათავეს სულების ფორმაში გამოწყობილი ადამიანების ხეტიალი ქუჩებში და ჩონჩხებით დახატულები რო დადიან. წარმართული კულტის მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე სამქაინის მსახური ბნელი ძალებისადმი შესაწირავის მირთმევის რიტუალი. ითვლებოდა რომ ბნელეთის, სიცივისა და სიკვდილის სამეფოში დამკვიდრებულთა სულები ცოცხალთა სამყაროში სტუმრობის დღეს დაუოკებელ შიმშილს გრძნობდნენ. ამიტომ კელტი წარმართები წინასწარ ამზადებდნენ საჭმელ სასმელს ღამის წყვდიაში მოხეტიალე სულებისათვის და მათ სწამდათ რომ სამქაინის რისხვა და წყევლა დაატყდება თავს, ხალხს თუ ამ სულებს ზღვენით არ დააკმაყოფილებენ. ანუ თვლიდნენ რომ აი მირთმეული ზღვენით ამ სულებისადმი ისინი მათ ემსახურებოდნენ. აი ეს არის ჭეშმარიტი არსი ამ დღესასწაულის. სავსებით ცხადია რომ მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის დაუშვებელია მსგავს ზეიმებში მონაწილეობა, რადგან ამით იგი პირდაპირ აღიარებს კერთაყვანისმცემლობას, ღალატობს უფალ ღმერთს და ჩვენ წმინდა ეკლესიას. თქვენ იცით რომ სპირიტიზმი, ანუ სულებთან ურთიერთობა, ეს ძალიან მკაცრად ისჯებოდა ჯერ კიდევ ძველ აღთქმის ეკლესიაში. ძველი აღთქმის ეკლესია სიკვდილით სჯიდა და მკაცრი სიკვდილი. მართალია ახალი აღთქმის ეკლესიაში სასიკვდილო განაჩენები აკრძალულია და აღარ არის, მაგრამ სასჯელის სიმკაცრე იყო შენარჩუნებული. ახალ აღთქმაში ვინც ინიციატორი იყო, ჯადოქარი ვინც იყო სულების გამოძახებისა, სასტიკად ისჯებოდა ჯერ ის. აკრძალული იყო მათი ქრისტიანულ სასაფლაოებზე დასაფლავება და ესენი პირდაპირ ეშმაკის სახურებად იცნებოდა. ახალ აღთქმაში რამოდენიმე წლიანი, მრავალწლიანი ეპიდემია ედებოდა ადამიანს, ვინც მონაწილეობას მიიღებდა სულების გამოძახებაში. ფაქტიურად ეს არის იგივე კერთაყვანისმცემლობა, კერთსახურება. სახარებაში პირდაპირ წერია რომ წარმართა ღმერთნი ეშმაკნი არის. ანუ ის რაც ეშმაკმა ვერ გააკეთა ზეცაში რომ თავისთავად ღმერთად გამოაცხადა და ღვთაებრივი პატივი მოითხოვა ზეციური ანგელოზებისაგან და მან ეს ვერ მოახერხა და ღმერთმა ეს აჯანყებული ანგელოზის ზეციდან გადმოაგდო, დაცემულმა ანგელოზმა კერპების საშუალებით მოახერხა თავისთავად ღმერთად წარმოეჩინა წარმართულ სამყაროში. ამიტომაც იყო რომ წარმართული კერპებისათვის თაყვანისცემა ქრისტიანობაში მიჩნეული ეშმაკის თაყვანისცემა და სატანის სახურება. ამიტომ აწამეს წმინდა გიორგი რომ ამ კერპებს თაყვანი არსა, სხვა მიზეზი არ ქონდა მას მის წამებას. ამიტომ აწამეს წმინდა თეოდორე ტირონი, ამიტომ აწამეს წმინდა ბარბარე, წმინდა ეკატერინე და ასე შემდეგ. როდესაც მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს, მღვდელმთავრებს თხოვდნენ ეშმაკის თაყვანისცემას და ისინი უარს აცხადებდნენ ამაზე, ადრეულ პირველ საუკუნეების ქრისტიანობაშია საუბარი. ესეთ რამეს თხოვდნენ, როდესაც სამსახურებას დაინახებ, ჩუმად იყავი. ანუ კიდურე შემთხვევაში თხოვდნენ რომ აი არაფერი არ ეთქვათ, არ დაეგმოთ ქრისტე. საერთოდ გაჩუმებული ნომოთ აეგოთ და საკმეველი დაეგდოთ სამსხვერპლოს კერპების წინაშე.
ამასაც არ აკეთებდნენ წმინდა ეპისკოპოსები და ეკლესიის წმინდა მამები და ამის გამო ქრისტესთვის მოწამეობრიობრივ გვირგვინს იდგამდნენ. დღეს ჩვენ ამას არავინ არ გვაიძულებს სიკვდილის შიშით, უბრალოდ ჩვენი გაუთიცნობიერებლობის გამო თანამონაწილეები ხდებით ეშმაკის სახურების. და ამითი სასიკვდილო იარებს ვაყენებთ ჩვენ სულებს. სატანისტები ცდილობენ რომ შენიღბონ ჰელოუინის ეს რიტუალი და მისცენ მას კარნავალის და გართობის იერსახე. მაგრამ მე შეგახსენებთ რა მოხდა 2008 წელს თბილისში ჩატარებულ ჰელოუინის დღესასწაულზე. აქ ამ ესეთი უწყინარი კარნავალს ჩხილებში რა თქმა უნდა კარნავალზე გამომჟღავნდა მისი ნამდვილი ბუნება ჰელოუინის. ორგანიზატორებმა განიღბულად შეარჩიეს ღონისძიებების ჩასატარებლად სიონის ტაძრის სიახლოვე. ეს მოხდა ერეკლეს მოედანზე. შეურაცხყვეს და შებილწეს მართლმადიდებლური სიწმინდე სიონის ტაძარი. ტუალეტად აქციეს მისი ეზო. მავანი დაუფარავად უწოდებდნენ სიონის ტაძარს ტუალეტს. თვითონ რა ხდებოდა, ესე იგი, როდესაც მიდიოდა ჰელოუინის აღნიშვნა 2008 წელზეა ლაპარაკები, ომი ახალი დამთავრებულია, ჩვენი ძმების სისხლი და სხეული გაციებული არ არის ჯერ მიწაში. შეკრებილები არიან, ქალები არიან ნახევარ შიშერ მდგომარეობაში. ფარდები აქვს შემოფარებული. თავზე ადგიათ რქები. უსხვეთ წითელი საღებავი, სისხლის იმიტაცია. და როგორც ირკვევ თითოეულ მათგანს რაღაცა თანხას აძლევდნენ ორგანიზატორები. ზოგი 200 ლარს იძახდა, ზოგი 150 ლარს. ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ეს ის 30 ვერცხლი იყო, რომელიც იუდამა იყო. და ყველაზე მთავარი რა იყო, ესე იგი სცენაზე, მოწყობილ სცენაზე შემოიტანეს კუბო. ამ კუბოდან ამოვიდა ბიჭი და ესეთ რამეს ამბობენ, რომ აი ესო მართლმადიდებლობა არის. ხო იძახიან რომ მართლმადიდებლობა უძლებელიაო და მას ვერავინ ვერ მოერევაო. აი ნახეთ თუ ვერ მოვერევითო ხელს კრავენ ამ ბიჭს, ეს ბიჭი დავარდება, ზევიდან ახტებიან ეს ქალები და ჯიჯგნიან. და მიდიოდა პირდაპირ ბინძური რიტუალი, ორგია მიდიოდა ქუჩაში. აი ეს არის ამ დღესასწაულის ნამდვილი სულიერი არსი. აი ამის შემდეგ თუ ვინმე იტყვის რომ ეს მხოლოდ უცოდველი ესე გასართობი თამაში არის, მაგიდან პირდაპირ ჩასვა ეს არის ტყუილი. ეს არის აშკარად ღვთისგმობა და ისეთი ღვთისგმობა, რომელიც აუცილებლად მოეკითხება ერს და პასუხს აგებს ერი ამას. მით უფრო ერი, რომელსაც მეტი მიეცა. ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეკითხება. და სწორედ ამ მოკითხვის რეჟიმში ვართ ღვთის წინაშე, ამიტომ ვართ ესე დღეში რო ვართ. შარშან მადლობა ღმერთს ქრისტიანების ნაწილმა შეძლო რომ აი დაებეჭდათ ბროშურები, ავრცელებდნენ სკოლებთან, ავრცელებდნენ მეტროებთან, აკრავდნენ ქუჩებში და ხალხს შეახსენებდნენ რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. და მოუწოდებდნენ არ ჩაეტარებინათ ეს ეშმაკის მსახურება, ეს ბინძური რიტუალი სატანური და ღვთისმსწავლობით შარშან საქართველოში ვერ მოხერხდა ფართო მასშტაბიანი აღნიშვნა ჰელოუინისა. და სადღაც რაღაც ჩუმად იკრიბებოდნენ კლუბებში და ეშმაკს ემდნენ თაყვანს. ეხლა ესეთი სულიერად დაცემული ხალხები, ადამიანები უამრავი არიან და მათ ეხლა ვერ დაუწყებთ კლუბებში თავის სახში შევირაც უნდა გააკეთო, მაგრამ მასიურად ეს არ მომხდარა და მადლობა ღმერთს და მადლობა იმ ჩვენ შეგნებულ ერის შვილებს, ვინც მიხვდნენ ეს რაც იყო და უარი განაცხადეს ბავშვებმაც და მრავალმა ადამიანმა ამ რიტუალში მონაწილეობას. ამიტომ აი დღესაც მიხვდით ალბათ სხვა საკითხზე მინდოდა თქვენთან საუბარი. იგივე ტაოკლარჯეთზე, იგივე მეშვიდე მსოფლიო კრების სცენებაა, მაგრამ მე ვფიქრობ ამ თემის გადატანა აღარ იცდიდა, რადგან უკვე ამ კვირაში აპირებენ აქტიურად უახლოეს დღეებში ხდება ამის აღნიშვნა და ჩვენ ვფიქრობ უნდა მოვემზადოთ ქრისტიანულად. ჩვენი იარაღი რა არის? ეს არის ლოცვა, ბედრება, ღვთისადმი რომ ღმერთი მოგვეხმაროს ჩვენ საქმიანობაში და კულტურული ქრისტიანული ხილებით წინააღმდგომა აი ამ ბნელი რიტუალების. ადამიანი საღორეში რო შევიდეს, არაფერს რო არ შეეხოს და ცოტა ხნით გაჩერდეს, ღორის სუნი აზდის ტანსაცმელს. ადამიანი აი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური როდესაც გაჟონეს 20-30 წლის წინ იყო, იქ ვინც იდგნენ და ვერ ხედავდნენ იმ რადიაციას, მიიღეს დასხივება ამ ურანის გამოსხივებისაგან და გარდაიცვალეს. ადამიანი შეიძლება ვერ ხვდებოდეს რა სიბინძურესთან აქვს საქმე, თვალით არ ჩანდეს ეს, მაგრამ აი ამ რიტუალში უბრალოდ მონაწილეობაც კი სასიკვდილო არის ჩვენი სულისათვის. ამიტომ მე მინდა ყველა შეგახსენოთ
და მოგიწოდოთ რომ ამაში მონაწილეობა არ მიიღოთ. ეკლესია ყოველთვის დგას თავის სულიერი შვილების გადასარჩენ სადარაჯოზე. გახსოვთ ჩარშან საპატრიარქომ გააკეთა განცხადება ძალიან კაცრი აი დღესასწაულთან დაკავშირებით. არაერთი რამოდენიმეჯერ გააკეთა განცხადება რომ ამაში მონაწილეობა არის ბნელეთის სულებთან ურთიერთობა. აი ამ ტონით მიდიოდა ეს განცხადება რომ რასაც მე ახლა ის შესახებაც ახლა გესაუბრები და მე ვფიქრობ გმართებს გაფრთხილება არა მარტო ჩვენ არამედ ყველა ჩვენ ახლობელ შვილს, ნათესავს, მეგობარს, ნაცნობს უნდა უთხრათ რომ ამ რიტუალში განსაკუთრებით ბავშვებმა მონაწილეობა არ მიიღონ. რადგან შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეთ მათ სულებს. მე აღარ უნდა დასვა კითხვები რატო აქვს ბავშვს ნერვოზი, რატო ყვირის ღამე, რატო ეშინია, რატო აგრესიული. იმიტომ რომ მას ურთიერთობა ჰქონდა ბოროტ სულებთან. ამ ბოროტმა სულებმა დატოვეს თავისი კვალი, რომელიც უშედეგოდ არ ჩაილუსყა. ეკლესია როგორც გითხარით იოანე ოქროპირის სიტყვები არის, როდესაც მწყემსი ცხოვრებს მწყემსავს და სიმშვიდე არის, მწყემსი წამოწოლილი არის მხართეძოზე, ჭრდილში ხეების და სალამურზე უკრავს. მაგრამ როდესაც გამოჩნდება მგელი, რასაკეთებს წყებს? წამოდგება, სალამურს გადადებს გვერდზე და იწყებს ყვირილს და უხმობს ყველას, ცდილობს რომ ცხები შეკრიბოს ერთ ადგილას რომ მგელმა არ მიიტაცოს ეს ცხვრები და მოუხმობს მაშველებს რომ თავისი ცხვრები გადაარჩნოს. ზუსტად ამას აკეთებს ეკლესია. ღმერთმა გაკურთხოთ, ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა მოგცეს ის გულისხმის ყოფა, რომ ეკლესიის ხმას ყური ვათხოვოთ და ყური ვუგდოთ. თორე ეკლესიის გარეშე ჩვენი ცხოვრება სადამდე მიდის და რითი შეიძლება დამთავრდეს წმინდა წერილი ამას ისრაელის მაგალითზე შეგვახსენებს და ჩვენი ისტორია საქართველოს მაგალითზე. ღმერთმა გაკურთხოთ და ღმერთმა დაგლოცოთ.